მოგესალმებით, ეს არის გადაცემა FaceTime, მე კი მისი წამყვანი ირაკლი ყურაშვილი ვარ. დღეს მუსიკოს მანანა მენაბდის FaceTime-ს წარმოგიდგენთ. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი, მხატვარი, ვინ არის მანანა მენაბდი? მე ვფიქრობ, რომ მაინც მომღერალი. თქვენი პროფესია, როდის მიხვდით, რომ სუსტად ის არის, რომელიც ძალიან გინდოდათ, მომღერლობას გულისხმობთ? ისეთ ეს იმდენად ბუნებრივად ხდებოდა ბავშვობიდან, რომ მე ამის დაფიქსირება ვერც კი მოვახერხე, იმიტომ რომ აი ესე მოხდა, რომ აი ძალიან ბუნებრივად, როგორც მაგალითად შენ ხმარობ მარჯვენა ხელს ან მარცხენა ხელს ან შენ თვალები რომ ხედავენ რაღაცას და აი ძალიან ბუნებრივად მოხდა ეს ყველაფერი, იმიტომ ორმაგად ვიყავი გამაგრებული, მე დავიბადე რა თქმა უნდა იშხნელების ოჯახში. დედის მხრიდან ეს ბებიები, ანუ დედაჩემის დედა თამარ იშხნელი და დედაც მღერო და მამაჩემი მღერო და ესე იგი ორივე მხრივ ვიყავი გამაგრებული აი ესე მუსიკალურად და გარდა ამისა კიდე დავიბადე ისეთ ქვეყანაში როგორც არის საქართველო, სადაც ეს ჩიტიც კი მღერის და ქვაც კი მღერის. ყველა შენ გენაცვალოს მოციმციმე პალმასო ის უფრო ჩემთვის ადვილია რომ გითხრათ მაგალითად როგორ გადავწყვიტე სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაბარება ბატონ მიშა თუმანიშვილთან დავუშვათ, ხო? როგორ გადაწყვიტე? მე ვცხოვრობდი ფალიაშვილზე, ფალიაშვილის 33A-ში, სადაც სხვათა შორის დაიბადა ესეთი ჯგუფი, როგორიც არის 33A, ნიაზ დიასამიძის. და ჩვენ ვიყავით მეზობლები და აი ამ სახლში ცხოვრობდი მე და ერთი ძალიან ლამაზი კაცი, შველივით კაცი დადიოდა სულ. მე ხომ არ ვიცოდი, პატარავი ვიყავი, მაგრამ ძალიან მომწონდა მისი გარეგნობა და ყოველთვის ველოდებოდი, უკვე ვიცოდი, როდის უნდა ჩაევლო სამსახურისკენ, როდის უნდა წასულიყო და ბრუნდებოდა შემდეგ სახლში და შემდეგ ჩემებმა მითხრეს, რომ ეს არის ცნობილი რეჟისორი მიხაილ თუმანიშვილი. მერე ჩვენ სახლში იკრიბებოდნენ რეჟისორები, მსახიობები, ბებია-ჩემთან. მაგალითად ძალიან ხშირი სტუმარი გახლდათ გოგლა ლეონიძე, ირაკლი აბაშიძე, გალაქტიონი, ბებია-ჩემის ძალიან ძველი მეგობარი გახლდათ ჯერ კიდევ ქუთაისიდან და ძალიან ხშირად დაუტოვებია ბებიას გალაქტიონთან და ბებია წასულა დაუშვა სადღაც და გალაქტიონთან დარჩენილ ვარ მარტო, მაგრამ მე მახსოვს ფრაგმენტულად მაინც გალაქტიონი, იმიტომ რომ პატარა ვიყავი, როდესაც ესე ტოვებდა მასთან და აი ბატონ მიშასთან აი ესე თანდათან გამიძლიერდა ეს სურვილი, რომ სარეჟისოროზე ჩამებარებინო. ეხლა ვთვლი მაინც, რომ სარეჟისოროზე ადამიანმა უნდა ჩააბაროს, როდესაც ის რაღაც პიროვნულად და რაღაც ისე ჩამოყალიბებულია. ალბათ 19 წლის თუ გენიოსი არ არის, ვიღაც როგორ ჩარლი ჩაპლინი მაგალითად, არა? ალბათ საჭიროა, რომ ადამიანი ჯერ ჩამოყალიბდეს და უფრო ისეთ ასაკში ჩააბაროს სარეჟისოროზე. თქვენ მუსიკასთან ერთად ხატავთ და წერთ. ეს ხომ არ იყო ერთგვარი საკუთარი თავისგან გაქცევა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ძალიან განსხვავებული იმიჯის გამო ხშირად გამოირჩეოდით და რაღაც გარკვეული პრობლემები გექნებოდა, თუნდაც იმასთან, რომ კონცერტებზეც არ გეძახთ. იცით რა არის, მე არ მგონია, აი დაუშვათ აი ეს რაღაც მე ამ ბოლო დროს უფრო გამოვჩნდი. და ეს მიუხედავად იმისა, ეს სულ თან მზდევს მე. საერთოდ ეხლა მე ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ
ნიჭიერ ადამიანს საერთოდ უჭირს სიარული ცხოვრებაში ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც თავისი სათქმელი აქვს, ის მას არ უნდა სტანდარტებში მოექცეს და ამიტომ ეს მარტო ჩემი პრობლემა არ არის ყველა იმ ადამიანის, ვისაც სტანდარტები არ უყვარს და აი ამ ჩარჩოებს ტოვებს და ამ ჩარჩოების მიღმა მოქმედებს და ეს ყველას ხვედრია, არა მარტო ჩემი. და ის რომ მაგალითად მე განსაკუთრებულ სამაში ვერაფერს ხედავ, ის რომ მე მომღერალი ვარ და ვხატავ და წერ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითები გვაქვს მსოფლიო მასშტაბით, დაუშვათ ავიღოთ ესეთი მხატვარი ჩურლიონისი, ის იყო არაჩვეულებრივი კომპოზიტორი. პუშკინი ხატავდა ძალიან კარგად, ასე რომ არ აქვს ამას ისეთი დიდი მნიშვნელობა თუ ნიჭიერი ადამიანი ის რაღაცნაირად ყველაფერში გამოხატავს თავის ნიშს, მაგრამ საქმე იმაშია აკეთებს თუ არა ის იმ დონეზე, რა დონეზეც ეს უნდა დაიწეროს ან დაიხატოს ან რაღაცა ხო გესმით, იმის ხარისხსაც ხო თავისი მნიშვნელობა აქვს. Just you know, somehow თქვენ იყავით პირველი ქართველი ქალი, რომელიც სცენაზე მღეროდით შარლოთ. საბჭოთა კავშირის პერიოდში ამის გამო პრობლემები გექნებოდათ? რა თქმა უნდა, მექნებოდა ძალიან დიდი პრობლემები, მაგრამ რა ვიცი, რაღაცნაირად კი ვზნობდი თავს ძალიან უხერხულად, მაგრამ მაინც ეს რაღაცნაირი ერთგვარი ალბათ შინაგანი პროტესტი იყო. ტკივილი და უსამართლობის განცდა გქონდათ ამ დროს? იცით, რაღაც დრომდე მქონდა უფრო ტკივილი, უსამართლობა და რაღაც ესეთი არა შეიძლება, მაგრამ ძალიან განვიცდიდი ამას, მაგრამ რაღაც დრო დადგა, რომლის შემდეგ მე არანაირი დაგვარი განცდა აღარ მქონია და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ მე მივხვდი რომ საქმე იმაში კი არ არის შენზე რას ლაპარაკობენ, შენ რას ლაპარაკობ თვითონ საკუთარ თავზე. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის. რატომ და როდის დატოვეთ ქვეყანა? იცით, პრინციპში თუ სიმართლე გნებავთ, აი ეხლა მაგალითად მე 20 მაისს მივეცი საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც შინაურულად მაინც ეძღვნებოდა ჩემს დიშვილს თეუნას. აი თეუნა რო გარდაიცვალა რაღაცნაირად აი ამ ტკივილს ჩემი დიშვილი 13 წლის გახლდათ და ლეიკემიით გარდაიცვალა. და აი ამ ტკივილს რაღაცნაირად და ბევრ რაღაცებს კიდე ბევრ რაღაცებს გავაკეთე აქედან, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ საკუთარ თავს ვერ გაიქცევი ვერსად. შენ მიდიხარ, მაგრამ შენი საკუთარი თავი თან მოყვება, ხო? მე იგავების წიგნი მაქვს და ამ იგავების წიგნში მაქვს ერთი პატარა მოკლე იგავარაკივით ასე გამოთქმასავი კაცი თავისაგან სხვა ქალაქში გადავიდა. დავედემნე რითმს, დამეკარგა სანაპირე ზოლი. ხარ შენთვის ჯერ არ მithქვა სიმართლე რომ წაგართვი მგონი. ალაგებდით სადარბაზოებს და სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება იგავარაკების კრებული. იცით, საერთოდ მე სიახლეები ძალიან მიყვარს. იყო ძალიან საინტერესო მომენტი იყო ის, რომ აი ალაგებ პარალელურად სადარბაზოებს, დადიხარ გიტარით ხელში და მღერი ქუჩაში, აგროვებ ფულს და პარალელურად ხარ ჰენრიხ ბეოლის სტიპენდიანტი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტიპენდია საერთოდ ლიტერატურული და საერთოდ ხელოვნებისათვის არის გამოყოფილი. შენ ყველაფერი წამიერი გიტაცებს, მე თოვლი, მაკარონი და ჭიამაია. თოვლი ხან თეთრია, ხან ჭუჭყიანი, მაკარონი მოყვითალო, არა, ისე ფერადიცაა და თან გემრიელი. ამბობენ ასუქებსო, მაკარონზე რომ არაფერი ვთქვა,
ჭიამაია იმიტომ მიყვარს, რომ ასე პატარას ფრენა შეუძლია. ფსიქიატრულ საავადმყოფოშიც მუშაობდი გიჟებთან მაგალითად და ძალიან ძიმე პერიოდები მქონდა, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცნაირად ეთყობა მე თვითონ შინაგანად ადვილი ადამიანი ვარ, აი ამ რაღაცეებს, აი ამ დარტყმებს, აი თქვენთვის მაგალითად ან ვიღაცისთვის ეს არის რაღაცა დარტყმა, ხო, რაღაცა სიმძიმე, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო მომენტები იყო, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად გაყალიბებს, უფრო ძლიერს ძალას გაძლევს და რაღაც ისეთ რაღაცებს გადააფასებ ცხოვრებაში და ხვდები ისეთ რაღაცებს, მაშინ ხვდები რომ რაღაც სხვა ფასეულობები არსებობს და არა ის, რაც გეგონა რომ იყო მნიშვნელოვანი. ბერლინში ჟურნალისტების სახლში და ასევე ჯაზ კლუბებში მღეროდით და მღეროდით ქართულად, რატომ? იმიტომ რომ აი რა შემიძლია მე დავუშვათ ინგლისურ ენოვან ან ევროპელებს რა შემიძლია მე ახალი უთხრა დავუშვათ მე შევძლებ რომ მარლენ დიტრიხზე ან ლოტი ჰუბერზე უკეთესად უმღერო გერმანელ მსმენელს ემი ვაინჰაუსზე, ჩეტ ბეკერზე, ბილ ევანსზე, ელა ფიჯერალდზე, ნინა სიმონეზე უკეთესად ვიმღერო ის, რასაც ისინი მღეროდნენ. უკეთეს შემთხვევაში შეიძლება, რაღაც მიახლოებით გავიმეოროთ, რაღაც ჩემი რაღაცა ჩავრთო, მაგრამ მე ძლიერი ვიქნები მხოლოდ იმაში, რა ფუძეზეც მე გავიზარდე. და ჩემი კულტურა გავიტანო ფარგლებს გარეთ. ეს ყოველთვის მაინტერესებდა რა შემიძლია მე ქართული სიტყვით და ქართული სიმღერით რა შემიძლია მივცე ევროპელ მაყურებელს. მოეწონებათ მათ თუ არა და არასოდეს არ მიცდია რომ აი ამ ქართულ და რუსულ დიასპორებში მემღერა და იგივე სიტუაციებში ყოფილიყავი, რა სიტუაციებშიც ვიყავი დაუშვათ თბილისში, მოსკოვში და ასე შემდეგ, იმიტომ რომ საინტერესოა შენი საკუთარი თავი სხვა გარემოში, რას მოახდენს შენი სიტყვა და შენი კულტურა სხვა ეროვნების მსმენელზე. ეს არის საინტერესო. გერმანიაში ერთ-ერთ ინტერვიუს აძლევთ ჟურნალისტს, სადაც საუბრობთ, რომ ძალიან ცივი ხალხია და თუმცა თქვენ იმდენი შეძელით, რომ მეზობლებთან გქონდა ძალიან კარგი დამოკიდებულება და ხუმრობით ამბობთ, რომ ხალხზეც კი შემოდიოდნენ ბოლოს. ეს ნამდვილად ხდება. კი, ნამდვილად ასე იყო. ხან ნიორზე, ხან ხალხზე, ხან უთოზე, ხან რაღაცაზე, ხან ვიღაცას რაღაცაი დაუშვათ, დაემართა ან სიცხე ან რაღაცა მე წავსულვარ და წამალი მიყიდია და სხვათა შორის დიდი კომპლიმენტებიც მივიღე, იმიტომ რომ გადავედი იმ რაიონიდან და გადავედი ძალიან გული დაწყდა და თქვა მითხრა სხვათა შორის ერთ-ერთმა მათგანმა რომ რაღაცნაირი მეზობლობა გვასწავლე შენ მანანა. მოსკოვშიც ნახევრად იატაკქვეშა ორგანიზაციებში მღეროდით, როგორ შეხვდათ რუსი მსმენელი? რუსი მსმენელი საერთოდ არის რაღაც არაჩვეულებრივად კარგი მსმენელი. მე ახლა შემიძლია გითხრათ მაგალითად მე და ნიკა ნიკვაშვილს, რომელიც არის ჩემი კოლეგა და პლუს კიდევ ჩემი მეგობარი, ჩვენ ერთად გამოვდივართ და მაყურებელი ჩამოსულა კიევიდან, პეტერბურგიდან, ჩამოსულა ნოვგოროდიდან და ასე შემდეგ ჩამოდიან და უკვე აღარ ვიცით საწავიღოთ ყვავილები. მე მიხუმრია კიდევაც რომ შეიძლება ჩვენ ამით ფულიც კი გავაკეთოთ. ეხლა თქვენ რო წახვალთ მეთქი სახში, ჩვენ ამ ყვავილებს გავიტანთ და გავყიდით მეთქი, იმიტომ რომ ჩვენ უკვე აღარ ჩანვართ. იმდენი ყვავილები მოაქვს ჩვენთვის. თქვენ წლების შემდეგ დაბრუნდით საქართველოში. საინტერესოა როგორი დახვდათ ქვეყანა, ბევრი რამ არის შეცვლილი. სამწუხაროდ მე ეხლა
აი ზუსტად მაგის პასუხად შემიძლია გითხრათ, როგორ გავაკეთე ჩემი კლიპი ბესო სოლომონაშვილთან ერთად პატარა ბიჭი დამეკარგა. აი ეს პატარა ბიჭი ჩემთვის არის ის ძველი საქართველო, რომელიც აი ძალიან დაიკარგა და ინგრევა და აღარ რა ვიცი, დაბრუნდება კი ოდესმე. მე იმას არ ვამბობ, იცით, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც მაგალითად აი ძველს მისტირებს და ამბობს, იცით, აი ადრე იყვნენ არაჩვეულებრივი ადამიანები, ადრე იყო უკეთესი და ეხლა ყველაფერი ცუდია, ახალგაზრდები არ ვარგა და რაღაც. მე ახალგაზრდებთან ძალიან მშვენივრად ვურთიერთობ, მათთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობ და ძალიან საინტერესო პროექტებს ვაკეთებ, მაგრამ ის რაც გარშემო ხდება, აი ეს რაღაცნაირი ცინიზმი, უგულობა, რაღაცნაირად ინგრევა სახლები, ხალხი ქუჩაში ნაგავს ისე ყრის, რომ რაღაცნაირად აი ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. პატარა ბიჭი დამეკარგა წითელ პერანგან. პატარა ბიჭი დამეკარგა წითელ პერანგან. ანამლილიან ჩავლილი ხომ არ გინახავთ. ან კლდეზე გადაჩეხილი ხომ არ გინახავთ. შავთვალებას თეთრ ქოშებში ხომ არ ნახავდით. შავთვალებას თეთრ ქოშებში ხომ არ ნახავდით. ისე გამომემშვიდობა არ თქვა ნახვამდის. ისე გამომემშვიდობა არ თქვა ნახვამდის. ნიშნულების შთამომავალი არის საქართველოს მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი. ითხოვთ პრეზიდენტისგანაც რა პრობლემებს გიქმნით და რატომ არ გაქვთ ამ დრომდე საქართველოს მოქალაქეობა? იცით რა არის, მე მაგალითად ეს უბრალოდ გავაჟღერე ჩემ მეგობრებთან, რაღაცნაირად კატო ჯავახიშვილთან და გურამ მეგრელიშვილთან, რომლებმაც გააჟღერეს თავის მხრივ ეს ჩემი სურვილი წელს მერიაში, როდესაც მათ შეიტანეს ჩემი პროექტი ჩემი ბავშვობის სახლთან. საერთოდ ეს რატომ არ ხდება? იმიტომ რომ გერმანიაში არ შეიძლება ორმაგი მოქალაქეობა არ შეიძლება და აი ეს იყო მიზეზი და მე უბრალოდ აი ესე გავაჟღერე ჩემი გულის ტკივილი, რა კარგი იქნებოდა რომ მე საქართველოს მოქალაქე რომ ვიყო. მე ეხლა უნდა დავწერო მხოლოდ და მხოლოდ განცხადება და ნუ იმედი მაქვს რომ პრეზიდენტი ამაზე ხელს მომიწერს და საპატიო მოქალაქეობას მომცემენ. დღეს რა ინტერესებს მსმენელს, რას ითხოვს თქვენგან? სიმართლეს. სიმღერაში სიმართლეს. კი, და სიყვარულს, და სიყვარული არის ზმნა, ანუ მოქმედება. შენ როდესაც ამბობ მარტო რომ მე მიყვარს და მეც არაფერს არ აკეთებ, ეს რჩება მხოლოდ სიტყვებად. სიყვარული არის ზმნა, ანუ მოქმედება. და ნუ რა ვიცი, მე ყოველთვის ვიყავი ჩემ ახლოს ჩემს ხალხთან, მათი ტკივილი მტკიოდა და მათი პრობლემები მაწუხებდა. მე როდესაც არ ქონდა ჩემ ხალხს, მე არ ვიჯექი პორშეში და არ დავქროდი ქალაქის ქუჩეებში პორშეთი და მერსედესი და არც ბრილიანტები არ მეკეთა ხელზე და არც ყელზე არ მქონდა ასხმული მარგალიტები. რომ უჭირდა მე ზუსტად ისევე დავდივარ მაღაზიაში, როგორც თითეული ჩემი თბილისელი. და მე ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ ეს არის ჩემი რაღაცა პოზა. იმიტომ მე სხვანაირად ვერ წარმომიდგენია ასე ვცხოვრობ. ძალიან სწრაფად იყიდებოდა თქვენი ყველა კონცერტის ბილეთი. ეს დღესაც ასეა საქართველოში. იცით რა, თქვენ წარმოიდგინეთ კი? აი მე მაგალითად არ მოველოდი, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ერთმა ფაქტმა. აი ეხლა 20 მაისს. მე ჯერ მინდოდა გამომეცხადებინა თუ შეიძლება ვიღაცისთვის მეთხოვა და გამოეცხადებინა თუ შეიძლება გამორთეთ მობილურები. და მე ვიფიქრე, იცი, ქართველი მაყურებელია.
აზრი არ აქვს, რუსეთში არ აკეთებენ ამას, ახლა აქ საქართველოში არ თხოვ. და თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი ზარიც კი არ ყოფილა. ყველამ გამორთო. აი, ამან ნამდვილად გამოუცა ძალიან. BBC-ზე ხშირად გადის ხოლმე თქვენზე გადაცემები, ასევე რადიო თავისუფლებაზე. ახლა უფრო პოპულარული ხართ თუ იმ დროს უფრო პოპულარული იყავით? იმ დროს კი. იმ დროს უფრო პოპულარული რაღაც აი ჩემს რაღაცნაირ პიქს როდესაც მივაღწიე, აი უცნაური ხასიათი მაქვს დაუდგრომელი, რაღაც დონეს მივაღწიე და მე აი ეს ყველაფერი რაღაც ყუთში ჩავდე და დავიწყე ყველაფერი თავიდან, ისევ ნულიდან დავიწყე. მე ისევ ესე იგი შევახვიე ისევ რომელიღაცა ყუთში ჩავდე და ყველაფერი ისევ თავიდან დავიწყე და თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ სწორედ ყუთში რო არ ჩაგედოთ, ამიტომ წახვედით გერმანიაში და დაიწყეთ მოღვაწეობა იქ, რომ ეს ყველაფერი არ გაყინულიყო. ეს იცით რა არის, მე ხო მაგალითად ისე წავედი, რომ წითელი ფარდაგები იქ არ დამხვედრია, არც მწვანე გზა. მე ხომ იქ არ ჩავედით თეთრი ცხენით, აი როგორც იტყვიან. მაგრამ და ალბათ ამაში არის მთელი აი რაღაცა გემო, აი ამას აქვს, რომ შენ ხედავ როგორ თანდათან აი როგორ აკეთებ ამას, როგორ აშენებ აი ამას ყველაფერს და ადიხარ ერთი საფეხურით კიდევ ზევით. თუმცაღა ჩემთვის ზევით, ქვევით, რა ვიცი, აი არ არსებობს. ჩემთვის ისიც არ არსებობს, იცით, რომ ამბობენ რა არის წარმატება. თუ მე რაღაცა კიდევ ახალ რაღაცას მოვიფიქრებ. უფრო სწორად სათქმელს გავაჟღერებ, რაც მე მაწუხებს და იმ სათქმელში თქვენ მე გამონყვებით, თორემ პრინციპში ახალს არავინ არაფერს არ ამბობს, არასოდეს არავინ არაფერს ახალს არ ამბობს, ის მხოლოდ ისტორიის სვლას უერთდება. შენ როცა იბადები ისტორიას უერთდები. აი ისტორია მიდის და შენ ამ ისტორიის ნაწილი ხარ. ისტორიის მატარებელი მიდის და ეს უკვე შენზეა დამოკიდებული, რომელ ვაგონში ჩაჯდები. რომელში. დღეს ასაკეთებთ. აი ეხლა მაგალითად ძალიან რამდენიმე საინტერესო პროექტი მაქვს ჩაფიქრებული. ძალიან აი ესეთი მძლავრი. მაქვს ჩაფიქრებული 2 რომანი. არ ვიცი, ესე იგი მე ამას შევძლებ თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხლა ვამზადებ მოთხრობების პატარა წიგნს. აი ეს შემიძლია გავაჟღერო და დანარჩენ იმ რამდენიმე პროექტზე მე არაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ წინასწარ საუბარი რაღაც არაფერი კარგს არ მოგიტანს. როგორი ბავშვობა გქონდათ, როგორი ბავშვი იყავით ზოგადად? ბავშვი ვიყავი ძალიან ჩუმი. ჩემი ხმა არ ისმოდა საერთოდ. ვიყავი მორცხვი, დღესაც ძალიან მორცხვი ვარ, შეიძლება ეს მე არ მეტყობა. მაგრამ როდესაც არავინ არ მაყენებდა სკამზე 3 წლიდან მღერი, არავინ არ მაყენებდა სკამზე, არ ამბობდა ეს არის გენიალური პატარა მანანა, რომელმაც იცის ქართული სიმღერები, მთელი რეპერტუარი ბებიების და ეხლა ეს სიმღერებს ამას. უბრალოდ როცა იწყებდნენ სიმღერას, ან სტუმრები როდესაც მე შევზრებოდი მაგიდის ქვეშ და იქიდან მღეროდი. ვიყავი ძალიან მორცხვი. დღესაც ძალიან მორცხვი ვარ, ამაში გამოგიტყდებით, როცა ბევრ ხალხს ვხედავ, მე რაღაცნაირად ვცდილობ აი ამას გვერდი აუვარო, გადავიდე სადღაც და ისე მოვცილდე იქაურობას. აი თუმცა ძალიან ბევრ ხალხთან გიწევთ ურთიერთობა. აი მე თვითონ მიკვირს, როგორ ვახერხებ ჩემ თავში ამის გადალახვას, რომ სცენაზე გამოდივარ. რომ იყოს ამის შესაძლებლობა, თქვენი განვლილი ცხოვრებიდან რამე შეცვლიდით? არაფერს არ შევცვლიდი მიუხედავად ყველაფრისა. უფრო შეიძლება უფრო დალაგებულად მოიქცეოდი შედარებით, შეიძლება უფრო დალაგებულად მოიქცეოდი, რომ
რაღაცნაირად იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვართ ახალგაზრდები რაღაც რაღაცებზე არ ვფიქრობთ და ჯობს რომ რაღაცებზე უფრო მეტად დავფიქრდეთ და უფრო მეტად ვიფიქროთ, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი წლოვანებაში შედის, ხანში შედის, ის რაღაცებს აუცილებლად გადააფასებს და მე რომ განსაკუთრებით სრულიად მარტო დავრჩი გერმანიაში არ ვიცოდი ჯერ ერთი ენა ან მყავდა სულ რაღაც ორიოდე მეგობარი რომლისაც ან ეცალათ ჩემთვის ან არ ეცალათ ხო მარტო ვიყავ ფაქტიურად და აი იქ მოხდა მთელი გადაფასება მოხდა იქ და ბევრ რაღაცას მივხვდი და ამიტომ გერმანია ერთგვარად ჩემთვის იყო აი გამწმენდი საშუალება სულიერად აი განვიწმინდე იქ ძალიან ბევრი რამისგან და ბევრი რამე გადავაფასე ჩვენი გადაცემა ითვალისწინებს ფორმატს ესეც რომ ყველა სტუმარს ვჩუქნით სამახსოვრო საჩუქარს. რა თქმა უნდა თქვენიც მოგიმზადეთ და როგორც მე ვიცი თქვენ ჩიტს ბეღურას ასოცირებთ თავისუფლებასთან და ძალიან გიყვართ ეს ფრინველი. სწორედ ამიტომ ამ კუთხით წავედით მე შემოვიტან ახლა საჩუქარს და მინდა რომ გადმოგცეთ. უბრალოდ ამ შემთხვევაში ბეღურა ჩავსვით გალიაში. ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ თქვენ გვინდა რომ ამ გალიიდან ამოიყვანოთ, ამ გალია ჩვენ დავიტოვებთ და თქვენი თავისუფალი ბეღურა ესე თქვენ დაიყვანოთ ჩვენგან სამახსოვროდ. უყურეში რა ხდება? დასაყვარელია ესე. ეს ბეღურები არიან დები იშხნელები, რომლებიც ჩამოსხლები არიან. აი ერთ ბეღურაში გავამთლიანოთ დები იშხნელების უყველა რომლებიც თითქოს ტახტზე არიან ჩამომსხდარი ბეღურებებით და მღერიან დაუშვათ ომარგარიტას ან სულიკოს ან რამეს ხო? ძალიან დიდი მადლობა გულწრფელი ინტერვიუსთვის.